დღევანდელ ვიდეოში კომპანია Fifine-მა გამოგვიგზავნა headset-ი, რომელსაც თქვენთან ერთად გავხსნით, შევამოწმებთ და შევატარებთ მას თავის ფასს. მოკლედ, აქაა ჩვენი შეფუთვა, იმის რამხელა და მეტახობით ძალიან დიდი შეფუთვა არის. არც გამიხსნია, არც ვიცი როგორი არის და აქ მაგ დანა ეხა და თქვენთან ერთად გავხსნია ამასაც რა. და ამასობაში გეტყვით, რომ თქვენ ვიდეო დაალექთ, არხი გამოიწერთ და ზარისღლაკი აქტიუროთ. ესე. ოუ, ხო არა, გადაო, ეს არ ვიცოდი? ეს არ ვიცოდი, ზმა, კეპი გამომიგზავნეს. კეპი გამოგზავნეს, ხო, რასაც რა თქმა უნდა, ეხლა დავიხურო. მოკლედ, მადლობა ძალიან Fifine-ს და Ampli Games ამ ძალიან მაგარი ქუდისთვის, ძალიან მაგარი ქუდია და მადლობა მათ ამისთვის. გავაგზავნეთ გახსნა. ისევ რაღაც დიდი რაღაცა არის შეგინთ. ძალიან დაცულია უსაფრთხოების ზომები. მაქსიმალურად კარგადაა დაცული და რაც შეიძლება ძალიან არის შეფუთული. ეს გადავაგდოთ. ეს კიდევ ერთი შეფუთვა არის აქ, ასე რომ ამასაც ეხა მარტივად გავხსნით. შიგნით კიდევ ერთი რბილი ქაღალდია ბიჭო. ოპა. გამოჩნდა ყურსასმენები. და კიდევ ერთი რბილი ქაღალდი, ანუ მართლა ძალიან მაგრა არის დაცული, რომ მგზავრობისას არ დაზიანდეს. იმიტომ რომ 20 წუთი აქვს ნი და ავიტანჯე. ესეც ჩვენი headset-ი, რომელიც ისევ და ისევ გახვეულია აი ამ რაღაც რბილ კაცუნა რაღაცეებში. ესეც გავხსნათ. ჩემი სუპერ დანა, ხალხო, კატანა გამომიგზავნეთ ვინმემ, რომ ესენი შეფუთვები მარტივად გავხსნა ხოლმე. აი ესეთი ყუთი აქვს, როგორც ხედავთ. ლამაზი ყუთია საკმაოდ. და ავი, ხო რა. გარედანაც ძალიან კაი ნახატი აქვს. შავი ფერის არის კონკრეტული მოდელი. მაგრამ არის ესევე თეთრ ფერში და ასევე არის ვარდისფერ ფერში. ოპა, რა დისკად იხსნება? აქ გვხვდება ინსტრუქცია, რომელსაც ტრადიციულად არავინ არ იყენებს. რა ლამაზია, ხალხო, შეხედეთ. რა კარგად გამოიყურება. ეს რა არის? ვა! თავისი ჩანთა მოყვება. Fifine-ის ბრენდის ტყავის ჩანთა, სადაც შეგვიძლია ეს ყურსასმენები ჩაუდოთ, შევინახოთ და წავიღოთ, სადაც გვინდა. ხო რა, კაი ზომისაა. და ეხა უშუალოდ ყურსასმენის დროა, დავაი. ამოვიღოთ. რა კაი ხარისხია, ბიჭო. ხო, აქ აქვს თავისი კაბელი. აი ესეთი. მარეგულირებელი. ხო. მოკლედ, აი ესეთი ყურსასმენია რა. და რა შეგვიძლია ვთქვათ ახლა ამ ყურსასმენზე. უზრუნველყოფს ღრმა ბას და მკაფიო მაღალ ნოტებს, რაც იდეალურია FPS gaming-ისთვის და არა მარტო FPS gaming-ისთვის, ასევე მუსიკების მოსასმენად და ასევე ფილმების საყურებლადაც გამოდგება. ყურსასმენების წონას რაც შეეხება, ყურსასმენები არის 320 გრამი, მხოლოდ და საერთოდ არ არის იდეაში მძიმე. ასევე აქვს პასიური noise cancellation-ი, ანუ აქ აქვს დახურული over-ear design-ი და breathable მასანა, ანუ სუნთქვადი, ასე ვთქვათ, ანუ რბილია და ყური არ ჩაეხუთება შიგნით. ასევე ამ ყურსასმენს აქვს თავისი control box-ი, როგორც ხედავთ, საიდანაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ ხმები მუსიკისთვის, gaming-ისთვის, ასევე აქვს mute-ის და unmute-ის ღილაკი. აი აქ, არ ვიცი ხედავთ თუ არა. ფილმებისთვის არის, gaming-ისთვის არის, მუსიკისთვის არის, რაღაც ფუნქციები აქვს სპეციალური. ასევე აქვს მიკროფონის mute და unmute ღილაკი, შეგვიძლია ხმა გაუთიშოთ, როცა მოგვინდება. მრავალფუნქციური დიდი პულტია, როგორც ხედავთ აქ. თავისი
ძალიან ხარისხიანი და ნაკსოვი კაბელით. ასევე აქვს მოხსნადი კონდენსერ მიკროფონი, რომელიც აი აქ შეგიძლიათ როცა გინდათ მაშინ გაუკეთოთ და როცა გინდათ მაშინ მოხსნათ. ამის ხმებსაც აუცილებლად შევამოწმებთ, ისევე როგორც ნაუშნიკის ხმებს. ასევე ამ ნაუშნიკს აქვს RGB განათება. მოკლედ, ასევე გარედან რაც შეგვიძლია მატერიაზე ვთქვათ, ძალიან მაგარი მატერია, იმიტომ რომ აი ესენი თვითონ ესენი რკინის აქვს, მეტალის ესენია და ძალიან კაი ხარისხისაა მართლა. აქ ზემოდან მთლიანად ნაკსოვი ტყავი არის, აი აქაც ძალიან რბილი არის, ისევე როგორც აი ეს ყურის ბალიშებიც ძალიან რბილია და გვერდზე აქვს აი ესეთი სმაილის ნიშანი. დავი, მართლა ძალიან ხარისხიანია რა, რასაც უყურებ, შინურიდან დაწყებული, ყველაფერი დამთავრებული და ეხლა მოდი შევამოწმოთ ხმები, უშუალოდ ყურსასმენების ხმები, როგორი ხმები აქვს ყურსასმენს, მიკროფონის ხმა შევამოწმოთ და ნახოთ ყველაფერი ერთად რა. შევაერთე და ესეთი ნორმალური და მინიმალისტური RGB განათება აქვს, რომელიც გეიმინგ ატმოსფეროს ქმნის, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი განათებაც არ აქვს, არც ძალიან გადატვირთული არ არის. ხო და მოკლედ ნორმალური მინიმალისტური განათება აქვს, მაგრამ ხარისხი მართლა ძალიან კაი აქვს და კაი, მოდი შევამოწმოთ ახლა როგორი ჯდება ყურზე. ბიჭო, რა მაგრა ჯდება ყურზე, იცი? აი, ძალიან კარგად ჯდება, ძალიან რბილად ზის. ბალიშები საერთოდ არ გაწუხებს, აი ძალიან კარგად ზის მართლა. Noise cancellation-ი ძალიან მაგრამ მუშაობს ახლა, იმიტომ რომ თითქმის ჩემი ხმა არ მესმის, რას ვლაპარაკობ, იმდენად ახშობს ხმას, რაც საშუალებას გაძლევთ გეიმერებს თამაშზე უფრო კონცენტრირებაზე და თამაშის ხმებს უფრო კარგად გაიგებთ. ესეთი პატარა მიკროფონი აქვს, რომელსაც ახლა გავუკეთებ და ერთად შევამოწმებთ პირველ რიგში მიკროფონის ტესტი გავაკეთოთ. Всё, ეს გავიკეთეთ. ეს მოზრაობს ასევე. აი ამ წამიდან ეხლა თქვენ გესმით ხმა, აი ამ კონკრეტული headset-იდან. იმედია კარგად იცის ხმა, მეც არ ვიცი ამ headset-ის ხმა როგორია და ამ კადრის პერიოდ თქვენთან ერთად ვნახავ, მაგრამ ეხლა როგორც გესმით ხმა, ეს არის ამ headset-ის მიკროფონი. ჩემი აზრით კარგად უნდა ისმოდეს ხმა. ამ მომენტისთვის ამ headset-ის ფასი არის $41.99. რაც ჩემი აზრით საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი არის, ესეთი ხარისხიანი და ესეთი კარგი headset-ისთვის. ყველანაირი სოციალური ლინკი, რაც საჭირო იქნება, აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ და თქვენთვისაც შეიძინოთ ეს headset-ი. ხო, მოკლედ, აი ამ პულს ძალიან ბევრი ისენი აქვს ფუნქციები. კაი, ახლა შეგვიძლია გავაგზავნოთ ისევ ჩვეულებრივი ჩვენი ხმით და ახლა მოდი მოვუსმოთ მუსიკებს დამაუჩდა, არ მოგისმენი არაფერს. ხმის ტესტი არც გაგვიკეთებია და მაგასაც გეტყვით როგორი ხმა იქნება. არ მისმის არაფერი. ძალიან მაგარი ხმები აქვს. ძალიან მაგარი და ძალიან ხმამაღალი ხმები აქვს. ამას პლუს ემატება ის, რომ noise cancellation-ი აქვს, ანუ თქვენ არ გესმით ხმა გარედან, დახშობილია მაქსიმალურად გარეთ რაც ხდება ყურსასმენებს გარეთ ხმა და ამას პლუს ემატება ძალიან კარგი ხმები, მართლა ძალიან კაი ხმები აქვს, აი ხა გავუცდით, აი თავის ფასისთვის მართლა ძალიან მაგარი ყურსასმენია და მართლა ძალიან მაგარი ხმები აქვს. ამ პულტიდან აი აქ ღილაკები რო აქვს, აი აქ პლუსის ღილაკი და ამით ხმის აწევა შემილია, აი აქ მინუსის ღილაკი და ამით ხმის დაწევა შემილია კომპიუტერზე როდესაც შეერთებული გაქვს. აქ კიდე სხვადასხვა ფუნქციებია, მაგალითად ახლა გადავწყვეტ მე გეიმინგ ფუნქციაზე. It's be everywhere. აქ აქვს ახეთ რეჟიმები, როგორც წეხან გითხარით, აქ აქვს ფილმის რეჟიმი აქვს ის რა ქვია კონტროლერის, ანუ თამაშების რეჟიმი და აქვს მუსიკის რეჟიმი. მუსიკის რეჟიმზე როდესაც გაქვს გაართული მუსიკის ხმა შედარებით დაბალია, თამაშების რეჟიმზე როდესაც გადართავთ, შედარებით ხმამაღლა ისმის უფრო ხმა და ფილმების რეჟიმზე რატოღაც უფრო ხმამაღლა ისმის ხმა. ხო, ასევე აი აქ აქვს ესეთი 7.1 წერია იმაზე კონტროლერზე და ნუ როდესაც ამას ჩართავთ, ხმები უფრო დახვეწილად ისმის და უფრო კარგად ისმის, თითქოს აი თლიანად იყენებს ყურსასმენი თავის მოთხოვნილებას. ასევე აქ აქვს აი ეს ღილაკი, რომელსაც გადაწვით ესე და მიკროფონი unmute-დება და როდესაც ამას ქვემოთ შემოწევს, მიკროფონი ისევ დამიუტდება. So, მოკლედ, დღეისთვის სულ ეს იყო, მე ძალიან კმაყოფილი ვარ მართლა ამ ყურსასმენით, თავის ფასში მართლა ძალიან მაგარი არჩევანია და რა ვისაც გინდათ და
გაიზებთ საუკეთესო გეიმი ყურსასმენს იაფად დაახლოებით 140 ლარად. ყველაფერი ლინკი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახვიდეთ, უეჭველი ისქნათ, შეიძინოთ. მაგ ფასში ესეთი ხარისხიანს ვერაფერს ვერ დაითხრებთ, ძმა. ან რკინებისგან გაკეთებული. ხო და მეგობრებო, მოკლედ დღეისთვის ეს იყო იმედია ეს ვიდეო მოგეწონათ. უეჭველი დალაიქეთ და კომენტარით არხი გამოიწერეთ და სარესლაკი გააქტიურეთ. ჩვენ კი ერთმანეთს შეხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.